ახალწელს პირველად ახალ წელს ჩვენი სტუდიის სტუმარი იმ საერთაშორისო ველში, რომელშიც იმყოფება მსოფლიო, საქართველოს პრობლემები თითქოს დაიკარგა, მაგრამ აი დღეს ჯორჯ დამალკლუნების დასკვნამ ზიამაღლობელი საქმეზე კიდევ ერთხელ აჩვენა მთელს მსოფლიოს და ადამიანის უფლებათა დამცველებს, რომ საქართველოში მიმდინარეობს უხეში დარღვევები, მათ შორის ჟურნალისტების და ადამიანების უფლებების წინააღმდეგ. რა შეგიძლიათ თქვათ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა ისეთი ტიპის იზოლაციაშია, რომ მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში უკვე მეორე წელია ჩვენ ვერ ვიღებთ მოწვევას. საღამოშიდობის თეა, მეც გილოცავთ ახალ წელს, მიხარია თქვენთან სტუმრობა. გავმიჯნოთ საქართველოს და ივანიშვილის რეჟიმი, ვთქვათ, რომ იზოლაციაშია ის რეჟიმი, რომელიც არ ექვემდებარება საერთაშორისო ნორმებს, საერთაშორისო აღიარებულ წესრიგს და ცივილიზებული სამყაროს მიერ დადგენილ წესებს, რომლის ნაწილიც საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში იყო, მაგრამ ივანიშვილის პირობებში ამ რეჟიმის ხელით უბრალოდ სხვა პოლიტიკური ადგილი დაიკავა. მოდი ვთქვათ ასე. და მიჯნავ იმიტომ, რომ მათ შორის იმ განწყობით, რომელთაც თქვენ დაიწყეთ საუბარი, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება არასდროს მოდუნებულა საქართველოს დემოკრატიისთვის მებრძოლი ხალხის მიმართ. მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოს მართავს რეჟიმი, რომელიც არამხოლოდ დემოკრატიულ წესებს არ ექვემდებარება, არამედ დღეს არსებული გეოპოლიტიკური მოვლენების პირობებში არ დგას ცივილიზებული სამყაროს მხარეს, ამის გამო ბუნებრივია, რომ ფორმალური ნაწილია, რომ ფორმალურ ფორმატებში ის წარმოდგენილი აღარ არის და ამავდროულად აქტიური კრიტიკის საგანი რჩება. გასული ყველაზე ხმამაღალი საქართველოსთან დაკავშირებული მოვლენების შემდგომ პრაქტიკულად არ გასულა დღე, როდესაც საერთაშორისო ყურადღება არ იქნებოდა საქართველოსკენ მომართული, მაგრამ ამას განაპირობებს ის, რომ ივანიშვილი საქართველოს მიეკაჩება ცივილიზაციიდან სხვა მხარეს. და განაპირობებს ის, რომ საქართველოს გეოგრაფიული და პოლიტიკური კონტექსტი გამსაზღვრელი რჩება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და საერთაშორისო პოლიტიკური მოთამაშეების. მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნები საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის უფლებრივი დაცვის საკითხები პრობლემა არის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აზერბაიჯანშიც მაგალითად, მაგრამ ისინი იქნებიან დავოსში წარმოდგენილ. რას არ პატიობენ საქართველოს იმ პოლიტპატიმრებს, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, დემოკრატიულ უკუსლას, დასავლეთის ლანძღვას, ევროპის დადანაშაულებას, რაღაც გლობალური ომის პარტიების გამოგონებას, თუ რა არის ის მთავარი გასაღები, რომელიც უკან წაღებად შეუძლია რეჟიმს და რომელსაც აპატიებენ და დააბრუნებენ საერთაშორისო ფორმატებში. მე ვფიქრობ, რომ პატიება არ პატიებაში არ არის საქმე. არამედ იმაში, რომ საქართველოს ფორმალურად და დეკლარირებულად საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, რომ მას უნდა ცივილიზებული და დემოკრატიული სამყაროს ნაწილი იყოს. ამ განაცხადს კობახიძემ გუშინ. ამ განაცხადს ყველა ქვეყანა თანაბრად არ აკეთებს. ზოგ ქვეყანას აქვს სხვა არჩევანი, ზოგ ქვეყანას აქვს ფუფუნება, რომ კონდეს სხვა არჩევანი, მაგალითად აზერბაიჯანი ახსენეთ თქვენ, შესაძლოა კარგი არ არის, შესაძლოა ჩვენ არ მოგწონდეს რა ხარისხი აქვს, რა ხარისხის დემოკრატია აქვს ამ ქვეყანას, მაგრამ მათ აქვს ფუფუნება იმისა, რომ საკუთარი ეკონომიკა თუ პოლიტიკური სივრცე ისე შეინარჩუნონ, რომ მაინც და მაინც ხმამაღალი განაცხადები არ აკეთონ იმის თაობაზე, რომ უნდათ ევროპის ნაწილი იყვნენ, ევროკავშირში მიიღწევდნენ და ასე შემდეგ. იმათ სხვა სამეკავშირეო პოლიტიკა აქვს არჩეული და შესაბამისად აქვს სხვა თავისუფლება. აი ეს ძალიან საინტერესო. ჩვენ ვინ დაგვრჩა მოკავშირე? ჩვენს შემთხვევაში გამსაზღვრელი არის სწორედ ეს. საქართველოს იმისთვის, რომ გადარჩეს, ფიზიკურად რომ გადარჩეს, იმისთვის, რომ მან შეძლოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იმისთვის, რომ მან შეძლოს უსაფრთხოდ საკუთარი ეკონომიკის განვითარება, ამისთვის მას სჭირდება
ცივილიზებული და დემოკრატიული მოკავშირეები. თუ მას სჭირდება ცივილიზებული და დემოკრატიული მოკავშირეები, მაშინ იგი გარკვეული ტიპის წესებს უნდა ექვემდებარებოდეს. ჩვენ არავინ არ გვთხოვს, რომ ხვალ რაღაც ფინური დემოკრატია გავხდეთ, მაგრამ ჩვენგან მთელი ამ წლების განმავლობაში მოითხოვდნენ, ვიდრე ეს კურსი მიიჩნეოდა, რომ არის საქართველოს ოფიციალური საგარეო კურსი, ჩვენგან მოითხოვდნენ იმ ნაბიჯებს, რომელიც დაადასტურებდა რეჟიმის თუ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას, რომ საქართველო ამ გზაზე დემოკრატიის ერთგული რჩება. ეხლა თუ ამ წესებს არ იცავ ვერან ვერ გაიძულებს რომ შენ ისე მოიქცე, როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ, მაგრამ მათ აქვთ არჩევანი, გითხრან რომ მაშინ შენ ჩვენ მოკავშირედ აღარ განიხილები, ან ჩვენ სივრცეში ასე სწრაფად ვეღარ მოხდები. ეს არის რასაც არ პატიობენ, არა, ეს არის დადგენილი თამაშის წესები, ამ თამაშის წესებს ან იზიარებ, ან არ იზიარებ. პარადოქსალური ვითარება შექმნა აცდენამ ხელისუფლების განწყობებსა და პოლიტიკური ნების არარსებობას შორის, მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობას თავისი არჩევანი არ შეუცვლია. ქავტენინა, თქვენ როგორც ერთ დროს ხელისუფლების წარმომადგენელი, საქართველოს წარმოადგენდით საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი პოზიციიდან. როგორ ხედავთ საქართველოს დამოკიდებულებას ირანის კონფლიქტის მიმართ იმ გეოგრაფიული მდებარეობიდან და იმ გეოპოლიტიკური როლიდან გამომდინარე, რაც ჩვენ როგორც პატარა ქვეყანას რეგიონში გვაქვს. უმძიმესი კრიზისია ირანში. ჩვენი გაცხადებული პოზიცია არის ევროკავშირი, დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა და ამავდროულად როგორ იცავს ამას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ეს სხვა საკითხია. თქვენ რა პოზიციას დაიჭერდით ასეთ კრიზისი თქვენ დროს რომ მომხდარიყო, იყო კიდეც 2009 წელს, როგორ იყო მაშინ საქართველოს პოზიცია და ახლა როგორ აფასებთ ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირების იმ პოზიციას, რაც მოვისმინეთ გუშინ წინ მანამდე. ხო, აქაც წყალგამყოფი არის, ანუ ამოსავალი წერტილი არის რეალ პოლიტიკა და არაგაცხადებული პოლიტიკა, იმიტომ რომ ივანიშვილის პირობებში ეს არის ორი ფუნდამენტურად განსხვავებული მოცემულობა, თუმცა ამავდრო ამ დღეს მდგომარეობით უკვე არავის ის ილუზია არ აქვს, რომ საქართველოს თქვათ დემოკრატიზაციის ინტერესი აქვს. ივანიშვილმა ჩამოაყალიბა ოლიგარქიული მმართველობა, ივანიშვილმა გამოკვეთა თავისი საგარეო სამეკავშირეო პოლიტიკა, ივანიშვილმა თქვა, რომ ჩვენ საქართველო უნდა იყოს რუსული ინტერესების გამტარი დერეფანი, შესაბამისად ყველა რუსეთისთვის დღეს არსებითად მნიშვნელოვანი მოკავშირე მოიაზრება ივანიშვილის მოკავშირედ. ამიტომ ტერორიზმთან მოკავშირეობას ნიშნავს გარკვეულად. რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო. ბევრი ქვეყნის მიმართ ოფიციალურად აღიარებულია მათ შორის. სასამართლოების მიერაც მათ შორის. ირანის მოქმედი რეჟიმიც არის ტერორისტული სახელმწიფო. ეხლა ტერორისტული სახელმწიფო იყო თუ ტერორისტული მმართველობა ქონდა ირანს, მაშინაც როდესაც კობახიძე იქ ვიზიტით ჩავიდა, ვიდრე ეს ადამიანები გამოვიდოდნენ და უდანაშაულო ხალხს ქუჩებში დახოცავდნენ, ხო? ეს მანამდეც ცნობილი იყო, მაგრამ მათ ეს არჩევანი ძალიან დემონსტრაციულად გააკეთეს, დეკლარირებულად გააკეთეს რიგი მიზეზების გამო. პირველ რიგში იმის გამო, რომ მათ დასავლეთისთვის ეთქვათ, რომ ჩვენ შევცვალეთ ჩვენი სამეკავშირეო და საგარეო პოლიტიკა. სულ მაქვს ეს შეკითხვა, არ უნდა ჩასულიყო თუ არ დაფიქსირებულიყო იქ, სადაც დაფიქსირდა იმ დარბაზში თალიბანის ლიდერებთან ერთად რუსეთის თვითმფრინავის კონტექსტს გააჩნია, ხო? პოლიტიკას განსაზღვრავს იმ მომენტისთვის მიმდინარე მოვლენები და კონტექსტი. ახლა საქართველო თუ ფუნდამენტურად არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიული პრინციპების ერთგულია, ის ინარჩუნებს თავის საგარეო პოლიტიკას, ის გზიდან გადაუხვევად მიდის ევროკავშირისკენ, ინარჩუნებს კანდიდატის სტატუსს, მაშინ მას რასაკვირველია აქვს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება, რომ თავისი სუვერენული უფლებამოსილებების ფარგლებში აწარმოოს დივერსიფიცირებული ენერგოპოლიტიკა. ან თუნდაც თუ ეს არის, თქვათ, თუ მოიაზრება, რომ ეს არის ტურიზმის ინდუსტრიის გაფართოების რაღაცა სეგმენტი, ხო? რა თქმა უნდა, მათ აქვთ ამის შესაძლებლობა, თუმცა მანდაც დიპლომატიურ დონეზე ეს განსხვავებულად არის შესაძლებელი. ერთია, როდესაც შეიძლება ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდე, ეკონომიკის მინისტრს აგზავნიდე, მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკურად დაძაბული მდგომარეობა შენს უშუალო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოკავშირეებსა და იმ ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, სადაც შენ უმაღლესი წარმომადგენლობითი ვიზიტით ჩადიხარ და პოლიტიკურ განაცხადს აკეთებ,
პროტოკოლს თავის დატვირთვა აქვს ხომ? პროტოკოლარული რატო არის მნიშვნელოვანი ხელის ჩამორთმევა, რატო არის მნიშვნელოვანი ფოტოთი დაფიქსირება, ხო? იმიტომ რომ ეს არის განაცხადის ნაწილი, ეს არის პოლიტიკის ნაწილი, პოლიტიკური ნების, ჩვენების ნაწილი, რომ ჩვენ დასავლეთი ჩვენთვის აღარ არის პრიორიტეტი, უფრო მეტიც ჩვენ შევცვალეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკა, იმიტომ რომ ჩვენი მოკავშირეები ამ შემთხვევაში არიან რუსეთი, ირანი, ჩინეთი. და ეს არის ის სამკუთხედი, რომელსაც დასავლეთი გამოკვეთილ საფრთხეთ მიიჩნევს დღეს. ამდენად ჭირდება თვითონ ჩინეთს, რა ვიცი, სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებს ასეთი იზოლირებული საქართველოს, მაშინ როცა თქვენ ახსენეთ შუა დერეფნის და საქართველოს როლი მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან. ჩვენ ახლა განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ნუივანიჭებთ, კინაღამ ივანიშვილს დავესესხე, მე როცა არასოფელი ხარ. განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ნუივანიჭებთ საქართველოს როლს ჩინეთისთვის. ქართული ოცნება ანიჭებს ამას რაღაც სტრატეგიულ პარტნიორად აირჩია. ქართული ოცნება არ ანიჭებს. ქართული ოცნება მხოლოდ იმიტომ ქართულ ოცნებას არ მოდით შევთავდეთ იმაზე, რომ ქართულ ოცნებას არანაირი უფლებამოსილება არ აქვს თავისი დამოუკიდებლად განსაზღვროს ქვეყნის პოლიტიკა. ის ჩინეთს ანიჭებს ზუსტად იმ მნიშვნელობას და როლს და ფუნქციას, რა როლს და ფუნქციასაც მისგან მოითხოვს, რომ რუსეთი რომ მან მიანიჭოს. ჩინეთთან მათი დამოკიდებულება თუ პოლიტიკა არის მხოლოდ და მხოლოდ გამოძახილი და განპირობებული იმით, რომ ივანიშვილი რუსეთს წარმოადგენს აქ. ეხლა ჩინეთს რასაკვირველია რეგიონში ახლა აბრეშუმის გზა დიდი ხანია გაგვიგია, დერეფანი მნიშვნელოვანია, გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის გასაგებია ამ შემთხვევაში, მაგრამ ზომასაც ხო აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ახლა 3 მილიონიანი საქართველო ჩინეთისთვის არ წარმოადგენს რაიმე ინტერესის ბაზარს. მხოლოდ და მხოლოდ საინტერესოა საქართველო დერეფნის კონტექსტში და იმ შემთხვევაში თუ საქართველო ევროპულ ბაზრებზე რჩება მიბმული, თუ საქართველო ინარჩუნებს კანდიდატის სტატუსს, თუ საქართველო ინარჩუნებს ევროინტეგრაციის პოზიციებს, მაშინ ჩინეთისთვის საინტერესო ხდება, იმიტომ რომ საქართველო გამავალი ტერიტორიაა და მაშინ საქართველოც ამ ურთიერთობიდან, რა თქმა უნდა, უხეშად რო ვთქვათ, იხეირებდა. სანამ ირანის საკითხს დავუბრუნდებით ისევ, მინდა გკითხოთ საქართველოს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება იჭერს არა მხოლოდ დასავლური კურსის მცველებს, მათ ვინც მუდმივად პროტესტშია რუსთაველის პროსპექტზე ან სხვაგან, არამედ იჭერს თავისი გუნდის წევრებსაც. ირაკლი ღარიბაშვილი სამაგალითოდ არის დასჯილი. რა მესიჯია ეს დანარჩენებისთვის ლილუაშვილის და ღარიბაშვილის დაჭერაშვილივით გაზრდილი ღარიბაშვილის, როგორც მას უწოდეს არაერთხელ და თვითონ ივანიშვილმაც, გუშინ ირაკლი შაიშმელაშვილი, ასევე ქართული ოცნების ყოფილი წევრი გუნდის, პარტიის არა, მაგრამ ძალოვანი სტრუქტურის ინგა გრიგოლიასთან ეთერში ყვებოდა, რომ ჩანაწერი არსებობს, სადაც მთვრალმა ღარიბაშვილმა აუგოთ მოიხსენია ბიძინა ივანიშვილი. მიგაჩნიათ, რომ ეს შეიძლება იყოს მის სამაგალითო დასჯის ერთ-ერთი საფუძველი. ეხლა რა თქმა უნდა ეს სპეკულაციური იქნება, მე მაინც ვფიქრობ, რომ ივანიშვილი თავისი მოქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ახლა 13 წლის მანძილზე ვუყურებთ, არის საკმაოდ ცივსისხლიანი და განსაკუთრებით ცივსისხლიანია, როდესაც მის პირად მონებს ეხება საქმე. ანუ თუ ვინმეში მან რაღაც ინვესტიცია ჩადო, თუ რაღაცნაირად ამაგი ქონია, იმათ მიმართ განსაკუთრებით უმობელია, რასაც ვუყურებთ. მათ შორის გვახსოვს ჩვენ მისი კოალიციის თავდაპირველი წევრები. თუმცა ეხლა თუ რაღაცნაირ ბულვარულ სპეკულაციებში გადავალთ, ისიც გვახსოვს, რომ ადამიანები გამოარჩია და სამაგალითოდ საჯაროდ დასაჯა ის პირები, რომლებმაც ის რაღაცნაირად ცუდად მოიხსენიეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ არც ამ რაღაც სუბიექტურ ნაწილს. მაგრამ კორუფცია არის თუ არა ის მთავარი? კორუფცია არც მთავარია და არც არამთავარი და არც ირიბი და არც არანაირი. კორუფცია ივანიშვილისთვის არ არის მოტივატორი ვინმეს დაკავების. ივანიშვილმა შექმნა კორუფციული სისტემა იმისთვის, რომ ადამიანები მართოს. ივანიშვილის რეჟიმი დგას კორუფციაზე. ეს ადამიანები მიშვებული არიან, რომ ძარცვონ საკუთარი ქვეყანა და საკუთარი მოქალაქეები. სწორედ იმის გამო, რომ ივანიშვილმა შემდგომ ისინი მარტივად აკონტროლოს, ეს არ არის ივანიშვილის მოგონილი მეთოდი, ასე მართავს FSB კომპრომატებით და მათ შორის კორუფციული გეგმებით თუ სქემებით. ღარიბაშვილთან მიმართებით შესაძლოა სავარაუდო იყოს სუბიექტური ნაწილიც, რადგან მოიაზრება, რომ ის განსაკუთრებულად ლოიალური იყო, რადგან მოიაზრება, რომ ის რაღაც საკუთარ გამოზრდილ შვილად განიხილავდა და ყველაზე სამაგალითო მონა იყო ალბათ თუ შეიძლება რომ ასე განვიხილოთ, მაგრამ
გზავნილი ის არის, რომ მე ვარ აქ ბატონი და მე გამსაზღვრავ აქ, მე გაკეთებიებთ თქვენ ფულს და როცა ამ ფულს მოვითხო, უნდა მოიტანოთ. ეს არის ალბათ ყველაზე მარტივი ფორმულა. მადლობა ქაბატონინა, მადლობა. აღარ დაგვრჩა ირანის თემაზე ბევრი ლაპარაკის დრო, რეკლამის